მოგესალმებით პატრიოტებო ტელემაყურებლებო, დღეს სამშაბათია და დღეს სამშაბათს არის ეს ჩვენი ახალი პარადიგმა სოლიდარობის სტუდიიდან, რომელსაც წავიყვან მე და დღევანდელი გადაცემის ძირითადი და მთავარი თემა, რომელსაც ჩვენ დავაანონსეთ უკვე და გვექნება გასულ გადაცემაში დავაანონსეთ და დღესაც გვექნება ამ თემაზე ლაპარაკი. შემოგვიერთებიან შემდეგ სტუმრების, მაგრამ ჯერ ძირითადი თემა გვაქვს ჩვენ გასაგრძელებელი, სალაპარაკო გვაქვს იმაზე, რაც მოხდა დღეს სოფლიოში, აი ამ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, განსაკუთრებით ორშაბათი დღეს, არააც იქნება ხვალზე, რაც იქნება და ეს მდგომარეობა უპირველეს ყოვლისა დამოკიდებული არის იმ რუსეთ-უკრაინის საბრძოლო მოქმედებებზე და იმ როლზე, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აიღო თავის თავზე, რომ დაამთავროს პრეზიდენტმა ტრამპმა საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში, შეწყვიტოს ეს ხალხთა ჟლეტა და აქედან გამომდინარე რა ამოცანები აქვს და როგორ აპირებს ის ამ ყველა ამოცანის გადაწყვეტას. რაც თავაზობს საზოგადოებას და როგორ ფიქრობს საზოგადოება, რომ უნდა მიუძღეს ამ საკითხს ისეთი მიდგომით, რომ არ იყოს დარღვეული ამერიკის ინტერესები, ამერიკის სახე, არ იყოს დარღვეული უკრაინის სახე, არ იყოს დარღვეული რუსეთის სახე. და აი ასეთი სამივე ერთმანეთის ყველა ერთმანეთს დაპირისპირებული ამ მდგომარეობის ერთ საკითხში გაერთიანება, რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთული და ძალიან ძნელია. სანამ ჩვენ შევეხებით ამ ყველა საკითხს, რაც უნდა განვიხილოთ ჩვენ, აი ამ მდგომარეობიდან გამომდინარე, მე პირადად მინდა აი ასეთი ის გავაკეთო, რომ უპირველეს ყოვლისა მინდა ჩვენ სამხედრო საბრძოლო მოქმედებებზე არ გველაპარაკია თითქმის, მაგრამ საბრძოლო მოქმედებები დღეს იმ ხაზზე შეხების ზოლზე, დაპირისპირების ხალხზე, საბრძოლო მოქმედებების ძალების დაპირისპირების ხალხზე, რა თქმა უნდა, აი აქ მდგომარეობა არის ძალიან რთული უპირველეს ყოვლისა უკრაინისათვის, რადგან არ გადის დღე, რომ უკრაინამ არ დაკარგოს 2 ან 3 დასახლებული პუნქტი და დღეს ამ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კი უკრაინამ უკვე სადღაც 12 დასახლებული პუნქტი დაკარგა და განსაკუთრებით ძალიან რთული და ძნელი საბრძოლო მოქმედებები, რომლებიც მიმდინარეობს კურსკის ოლქში. და იქ სუჯის მიდამოებში, აი სუჯი არის აი ასეთი საერაიონო ცენტრი არის, აი ამ ცენტრის ირგვლივ, რომელიც არის ტერიტორიულად ისეთი დიდი არ არის, სადღაც 800 კვადრატული მეტრით არის, ну 20-35 მეტრზე ან 25 იმაზე რა ქვია 30 მეტრზე, აი ასეთი 30 კილომეტრზე აი ეს მანძილი არის და ტერიტორია არის, რომელიც სიღრმითა და სიგანით აი სუჯის ირგვლივ არის განლაგებული უკრაინის ძალები და აი ამ ძალებიდან გამომდინარე, რასაც ისინი აკეთებენ და საერთოდ აი ეს მიმართულება რა დატვირთვა აქვს მას, ეს დატვირთვა, ну ჩემთვის მაგალითად ბევრი საკითხები რაღაცა გასაგებია და ბევრი მაგალითად სხვა ინტერპრეტაციას აკეთებს ამ საკითხებთან დაკავშირებით, რატომ შეიყვანა უკრაინა მიქ, ესე იგი 7 აგვისტოს ძალები რატო შეიყვანა იქ და რატო იყო რა ამოცანა ჰქონდა მას და ბევრი ერთმანეთზე დაპირისპირებული ზოგი ერთმანეთის თანხმდრაში მოხვედრილი ამოცანები რომელიც უკრაინას ჰქონდა, მაგრამ არც და არც მეორე მხარეს ჯერ ისეთ სრულად რო გაერგვიათ ეს საკითხები არ არის, მაგრამ რამდენიმე მიმართულება არის. ჯარების შეყვანა კურსკის ოლქში იყო დამოკიდებული, მე ასე ვფიქრობ და ბევრი ფიქრობს აი ასე, ну ზოგ სხვა აზრი აქვს და კი ბატონო ეს აზრის არის ყველა აზრი მისაღები არის, თუ ამ აზრს ბოლოში როდესაც გაირკვევა, ის დატვირთვა ექნება. პირველ რიგში იქ ლაპარაკი იყოს დაწყებით ეტაპზე, როდესაც შევიდნენ ჯარები, მაშინ ამბობდნენ, რომ ეს კურსკის ატომური ელექტროსადგური, იქ 2 რეაქტორი და ამ რეაქტორებიდან გამომდინარე, იმათი აღება უნდათ ეს ერთი საკითხი, მეორე საკითხი, რომელიც დაკავშირებული იყო იმ კვანძთან, გაზგამანაწილებელი კვანძი, რომელიც არის ქალაქ სუჯიში თვითონ და რომელიც აწვდიდა სლოვაკიაში გაზ უკრაინის ტერიტორიის გავლით. და ამიტომ საჭირო იყო აი ამისი დაბლოკვა, რადგანაც უკრაინელებმა წარუდგინეს პრეტენზია, რომ აი გაზი რო არ მიდის სლოვაკეთში, ეს არ შემოდის ის გაზი უკრაინის ტერიტორიიდან, ამიტომ პასუხისმგებელი არის რუსეთის მხარე. და აი ეს დატვირთვაც ჰქონდა, რომ ჩაეკეტათ ეს გაზი, ჩაეკეტათ გაზი, რომელიც მიდიოდა
ემართებოდა ტირასპოლისა და მოლდავეთის მხარეს და ამით ესე იგი შეეწყვეტათ რუსეთთან ურთიერთობები და მთლიანად ეს ენერგომატარებლები, რომლებსაც რუსეთიდან ღებულობდა თუნდაც მარტო სლოვაკია და შემდეგ ის აწვდიდა სხვა ტერიტორიებზე, აი ეს გაჩერებული იყო. ეს მეორე საკითხი. მესამე საკითხი, რომელიც ამოტივტივდა და მასაც აქვს უფლება რომ იყოს ეს საკითხი, არის ის, რომ რუსებმა დაიწყეს ახალი რეაქტორების შენებლობა კურსკის ატომურ ელექტროსადგურში. და ეს რეაქტორი არის სულ ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც ჯერ სოფლიოში არავის არ გააჩნია და ერთი ასეთი ატომური ელექტროსადგურის აი ასეთი საცდელი ატომური რეაქტორი, რომელიც საცდელი არის მთლიანად დიდი, ისეთი როგორც უნდა იყოს ესეთი არის, ეს არის ვორონეჟში. და ეს არის ის, როდესაც რუსეთმა, მისმა მეცნიერებმა შეძლეს 235 ურანის მოთვინიერება. მისი დალაგებ, რომელიც სოფლიოში ვერაინ ვერ შეძლო, მათ ეს ყველაფერი შეძლო და ეს რა არის 235 ურანი. ეს 238-ისაგან იმით განსხვავდება, რომ ამ ურანის გამოყენება და მისი ბირთვული რეაქციის, ესე იგი გამოყენება შემდეგ, რომ ელექტროენერგია იქნეს გადაქცეული ის, ამისი ნაშთი თვითონ ბირთვული რეაქციის ნაშთი არჩევა და თავად ეს რეაქტორი იმუშავებს ესეთი მისი საწვავის ამ ბირთვული საწვავის გამოსვლის გარეშე შეუძლია 100-200 ზუსტად არ ვიცი. აი ასეთ რას მეცნიერები იძლევიან, აი ასეთი ის არის. და აი ეს ამ ტექნოლოგიებით უკვე დიდი რეაქტორი დააყენეს იქ, დიდი რეაქტორი სადაც რამდენიმე 100 ტონა თუ მეტიც არის ეს რეაქტორი, რომელიც ახალი რეაქტორი დააყენეს და ეს სამუშაოები იქ მიდის. ზოგი ამბობს, რომ აი ზუსტად ამ ტექნოლოგიების აღება უნდათ, ამ ტექნოლოგიებთან კავშირი ჭირდებოდათ, ამიტომაც იყო ეს კურსკის ოპერაცია ჩაფიქრებული და შემდეგ ის იყო, რომ კურსკის ოპერაცია ჩაფიქრებული, იმიტომაც იყო კიდევ ერთი ვერსია ასეთი, რომ შემდეგ ვაჭრობა შეძლებოდათ უკრაინელებს, რომ დაეთმოთ კურსკის ოლქი იმ ტერიტორიებისგან გაცვლით იმ ტერიტორიებთან გაცვლით, რომელიც რუსეთს აქვს დაკავებული, თქვათ, უკრაინის ტერიტორია, როგორც უკრაინა თulis, აი დნეპრის მარცხენა სანაპიროზე რაც არის დაკავებული. ან შეიძლება სხვა ტერიტორია ახლა იმაზე უკვე მოლაპარაკების იმაზე იყო, აი ეს თემაც იყო იქ ამაში ჩადებული. მე რა მინდა ვთქვა, ესეთი კურსკის ოპერაცია, როგორც სამხედრო და არაერთხელ ახლა მარტო მე არ გეგონოთ, რომ მე მარტო დავჯექი და მარტო აი ასეთი გავარჩიე. არა, სამხედროები ხშირად ვიკრიბებით ხშირად უსმენ სამხედროები უკრაინის მხარეს ვინც გამოდის, გერმანიის მხარეს არის ამ ყოველთვის ამის შესწავლა, ამერიკის ომის შესწავლის ინსტიტუტი, რომელიც ალაგებს ამ საკითხებს, ეს ბრძოლები მათ შეფასებას აკეთებს. რა არის ეს ბრძოლა, რა აქვს დადებითი, რა აქვს უარყოფითი და აქედან გამომდინარე ის შედეგიანობის პროგნოზს აკეთებს. შედეგიანი არის თუ არა ეს ოპერაცია მოიტანა რაღაცა ისეთი, რომელიც უკრაინამ გამოიყენა თუ არ გამოიყენა. და ამიტომ ჩვენ ეს ყველაფერი რომ დავთვალო, შეფარდება რო გავაკეთოთ და ამ შეფარდებიდან შემდეგ შეფასება. და შეფარდება ასეთი არის, ძალების თანაფარდობა. ნუ შეიძლება 1.5-ჯერ რუსეთის ძალები უფრო მეტი არის კურსკის ოლქში განლაგებული, აი სუჯის რაიონის ირგვლივ რაც არის განლაგებული და რომელიც გამოდის ეს უკრაინის საზღვარზე. აი იქიდან მიდის მათი მატერიალურ-ტექნიკური და საბრძოლო მასალებით მომარაგება, ტექნიკით პირადი შემადგენლობის შეცვლა, იცვლება პირადი შემადგენლობა და იქ მთლიანად ამ კურსკის მიმართულებაზე და ხარკოვის მიმართულებაზე პირადი შემადგენლობა, რომელიც არიან დაქირავებული, მონაცემები, მათივე მონაცემებით ეს არის სადღაც 10,000-მდე კაცი. აქ არიან ფრანგების, პოლონელების, არის მაგ ჯგუფები, რომელიც დიდი ბრიტანეთიდან არის, ლათინური ამერიკიდან არის. ნუ ბევრი არის ისეთები, რომ აი მაგალითად რუსები 3 ბატალიონი ყავს უკრაინას, რუსების, რომლებიც რუსების წინააღმდეგ იბრძვიან. და ასეთვე არის 3 ბატალიონი კი არა, უფრო მეტი აქვს, ლუგანსკის თავი ბატალიონი ყავს, ყირიმის თავი ბატალიონი ყავს, დონეცკის თავისი, ხერსონის ოლქის თავისი ბატალიონი, ზაპოროჟიეს თავისი, რომლებიც უკრაინელები იბრძვიან უკრაინელების წინააღმდეგ. ანუ ეს მდგომარეობაც, რომლებიც იქ იბრძვიან, თანაც ესენი ერთ-ერთი ყველაზე უკეთესად დაკომპლექტებულები და განსაკუთრებით ის ელიტარული რაც გააქვთ, მაგალითად აზოვის ტიპის ეს ბატალიონები, ქვია ბატალიონი, თორემ მისი შემადგენლობა ტექნიკა შეიარაღება იმდენად გაძლიერებულია, რომ გამოდის, რომ ეს არის ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი. ეს რას ნიშნავს ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი?
თუ ეს მოტოფეხოსანთა ბატალიონი არის, მას ესე იგი ემატება საარტილერიო ან დივიზიონი, ან ბატარეა როგორც მინიმუმი, ემატება მას სატანკო, ან ბატალიონი, ან სატანკო ასეული, ამას აძლიერებს კიდევ სხვა ძალებით, რომელს საბრძოლო უზრუნველყოფას უკვეთებს. ანუ რადიოლოკაციური სადგურები, სახაერო თავდაცვის სისტემის ის, რომელიც მიყვება ამ ბატალიონს შეტევაზე თუ მიდის და იბრძოლებს ატარებს იქ და ზოგი ის, რომელიც ზურგში არის სიღრმეში განლაგებული, რომლებიც საჭირო არის იმისათვის, თუ იქნება დრონებით შეტევა, თვითმფრინავის ტიპის დრონები რაც არის, იმათი თუ არ თვითმფრინავები გამოჩნდებიან, რომლებიც უნდა დაბომბონ ამ საბრძოლო ველზე, თქვათ უკრაინული ნაწილები, მათ საწინააღმდეგო გამოსაღებებელი, აი ასეთი ტიპის გაკეთებული არის ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფები. ამ ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფები დაყოფილი არის შემდეგ ასეულის ტაქტიკურ ჯგუფებად, მისი არტილერიით, მისი სახაერო თავდაცვით და მისი უზრუნველყოფით. ყველა იმაში ბატალიონში არის თავისი ჯგუფი, ზოგჯერ ეს არის გაძლიერებული 20-ული, ზოგჯერ 20-ული, დრონების რაოდენობაზეა ლაპარაკი, მე ბატალიონს ლაპარაკობ უკრაინით. ანუ სქემატურად თუ ჩვენ შევაფასებთ, ეს ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი უკრაინის ძალიან ძლიერი არის. ძლიერი არის, მას შეუძლია მოქმედება, რა თქმა უნდა, მას ის ფრონტი არ ექნება მოქმედების და ის სიღრმე არ ექნება, რომელიც აქვს ბრიგადას, მაგრამ ის რაც აქვს ამ მიმართულებაზე, ის ამომუცანას ასრულებს პირნათლად. ესე იგი, მის წინააღმდეგ, რომელიც ბატალიონი რუსეთის იქნება განლაგებული, მას გაუჭირდება მასთან პირისპირ, იმიტომ თანაფარდობა ყოველთვის იქნება უკრაინის მხარეს. ამიტომ იძულებული არის რუსული სარდლები და შტაბები, რომლებიც მუშაობენ ამ გათვლის გაკეთებაზე, გააკეთონ განსაკუთრებული აქცენტირება, იმიტომ რომ ბევრი აღებული ტერიტორია რუსეთის ჯარს მოუწია მისი დატოვება და გადაადგილება. რატომაც არის, რომ აი ასეთი ჯერ დონეცკის ოლქი მთლიანად განთავისუფლები არ არის ჯერ კიდევ მთლიანად, იმიტომ რომ იქ არის დარჩენილი რაღაცა სოფლები, დასახლებული პუნქტები, რომლებიც გამაგრებული რაიონები ისე არის შექმნილი, რომ ამ გამაგრებულ რაიონებთან ბრძოლა მათ უჭირთ. ამიტომ რო დავამთავროთ ჩვენ კურსკის მიმართულება, ამიტომ მე ვთხოვ ჩვენს იმას ტექნიკურ პერსონალს იმას, რომ გვაჩვენონ ჩვენ კურსკის ოლქში უკრაინის დანაკარგები. შემდეგ მომავალ გადაცემაში მე ამ ყველაფერს რუსული მხარიდანაც გავაკეთებ, შემდეგ ამას უკრაინის მხარიდან გავაკეთებ, რაც არის დონეცკი, ხერსონის, ზაპოროჟიეს და ლუგანსკის მიმართულებაზე, ხარკოვის მიმართულებაზე, ანუ ერთად, იმიტომ რომ არ გადავტვირთოთ ციფრები. ამიტომ მინდა რომ ვაჩვენოთ აი ეს ციფრები, რომელიც არის აი 24 იმისი არის ეს უკრაინის დანაკარგები კურსკის მიმართულებაზე. 27 აგვისტოდან 24 წლის 25 თებერვალი 25 წლის. აი ამ მონაკვეთში, ესე იგი, წელიწად ნახევარი გამოდის. აი ამ მონაკვეთში, ესე იგი, რამდენი არის დაკარგული. მარტო პირად შემადგენლობას მე ახლა ციფრებზე იმის დათვლას და იმას არ დავიწყებ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ძირითად ტექნიკაზე ვილაპარაკებ. აი ნახეთ, რამდენი არის პირადი შემადგენლობა. აი ეს კურსკი ოლქი, რომელიც თქვათ იყო 1000 კვადრატული კილომეტრი, ახლა ცოტათი დატოვეს, შევიწროვდო უფრო ეს ისინი. 1000 კვადრატული კილომეტრი, სათო 1000 კვადრატული კილომეტრი 35-30 კილომეტრზე. აი შედარებით ის რო გავაკეთოთ, აი რომელი რაიონი შეიძლება საგარეჯოს რაიონის ტერიტორია, აი ასეთ ტერიტორიაზე მიდის წელიწად ნახევარია ბრძოლები და დაკარგული არის უკვე პირადი შემადგენლობა 62850, სადაც მისი მე-13 ან უფრო სწორად იქნებოდა ასეთი, რო თქვა შეიძლება მე-4-ის დაჭრილებთან ერთად რუსული მხარის დანაკარგები არის. მაგრამ რუსულ მხარეს ყოველთვის აქვს მეტი შეიარაღება, ტექნიკა, საშუალებები, ავიაციო საშუალებები, ავიაციო დაბომბვის საშუალებები, სარაკეტო მართვის საშუალებები, რომლებიც არის. ამიტომ ეს რაც არ გააჩნია იმ რაოდენობით, რაც გააჩნია რუსებს. აი მარტო ერთი დღის განმავლობაში რუსეთმა გამოიყენა აი ამ მიმართულებას 226 დრონი, აი გუშინდელი იმაში წავიკითხე მე. ერთი დღის განმავლობაში წარმოგიდგენიათ რამ გერანის ტიპის და გერანის ტიპის დრონი ეს ისეთია, რომელსაც რადიოლოკაციური სადგური ვერ ღებულობს. ან და უბრალოდ ძალიან ცუდად ღებულობს მას, რომ ის აღმოჩენილი იქნას და მის საწინააღმდეგო გაიშვას რომელიმე ჭურვი. აი ამ მდგომარეობიდან გამომდინარე,
აი ასეთი მდგომარეობიდან გამომდინარე. ესე იგი უკრაინას რისთვის ჭირდებოდა ახლა ძალიან რთულია მე ჩამოვთვალე რამდენიმე საკითხი სადაც უკრაინას ალბათ მქონდა ეს მიზეზი და მქონდა იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე დღეს მსოფლიოში მინდა ვთქვა ყველაზე ძლიერი გენერალური შტაბი რომელიც ყავს რუსეთს და გენერალური შტაბი რომელიც არის უკრაინაში ისე დაიხვეწა ეს ისინი ბრძოლებში როგორც დაიხვეწა პირადი შემადგენლობა რომელიც ყავს ცუდი ის არის უკრაინისათვის რომ უკრაინა ვერ ასწრებს სამობილიზაციო რეზერვის შევსებას და თუ სამობილიზაციო რეზერვს მიყავს მაგალითად ტექნიკა ბოდის დიდი ბრიტანეთიდან ამ ტექნიკის შესასწავლად მიდის პირადი შემადგენლობა დიდ ბრიტანეთში იქ სამთვიან კურსებს გადის მერე ის რო უბრუნდება უკრაინაში მას წიდება აუცილებლად ტაქტიკური შერწყმა, ანუ ის ნაწილები, რომელიც მარჯვნივ იქნება, ერთიან ამოცანაში მიიღებენ მასთან ერთად მონაწილეობას, რა ამოცანა ექნება, ის მოწინააღმდეგებენ ექნება, ის ტექნიკა და საშუალებები, ჭუური მატერიალ-ტექნიკური უზრუნველყოფა, იმ ტექნიკას, რომელიც ინგლისის არის. ეს უჭირს უკრაინას, თუ ეს ყველაფერი სასწავლო ცენტრები, სასწავლებლები და ბევრი სხვა პოლიგონები და ისინი რუსეთს გააჩნია და იქ მომზადებული ეს ნაწილები მიდის და ერთმანეთს თვლიან, მაგალითად თუ ეს არის შორეული აღმოსავლეთის ან თქვათ ატლანტის წყნარი ოკეანის ფლოტის მათი ფეხოსანთა თქვათ და სხვა ნაწილები რომლებიც საბრძოლო მოქმედებს სახმელეთო საბრძოლო მოქმედებებში იღებენ მონაწილეობას ერთი კომპლექტი რომელიც აქ მოდის მეორე იქ უკვე მზადდება ეს როდესაც ბრძოლას ჩაატარებს თქვა ან განახევრდან თქვათ 1/13 დააკლდა ტექნიკა შეიარაღება ან და ჭურვი ან და ის ჭურვზე მაინც შევსება მიდის მატერიალ-ტექნიკური შევსება ცალკე ეს ცენტრალიზებული მომარაგება არის მაგრამ პირადი შემადგენლობა მისი შევსება ესე იგი ეს გადის ესე იგი მეორე ხარჯი და მის შესვლაზე შემოდის ახალი ნაწილი რომელიც იქ უკვე მომზადებულია და ის გამოცდილი ოფიცრები იქ არიან და აქ რჩება ის ოფიცრები რომლებიც ამ მართვის შტაბი რჩება თვითონ შტაბი და ეს შტაბი უკვე შერწყმას აკეთებს ახალ პოზიციებზე დაკავებულ პირად შემადგენლობასთან და ისინი უკვე იბრძვიან ანუ ისინი მომზადებულები შემოდიან უკრაინიდან ამის შესაძლებლობა მათ არ აქვს ის როც უკრაინას ხონდა მაგალითად ავიაციის მომზადებაზე F-16 მიიღეს თვითმფრინავები, ჰოლანდიიდანაც მიიღეს ახლა ეს თვითმფრინავები, რამდენიმე თვითმფრინავი. ბელგიამ უკვე ეს გააჩერა და ზაფხულამდე გაჩერდება, იმიტომ რომ ის რომელიც თვითმფრინავები ყავს, იქ რომელიც უნდა გამოეგზავნოს ბელგიიდან, ისინი უარს ამბობენ იქ მინაწილეობას მიღებაზე, იმიტომ რომ ის საშუალებები, რომელიც რუსებმა უკვე დააღენეს საბრძოლო მოქმედებაზე, ეს 400 არის და ეს 400-ის გარდა სხვა საჰაერო სისტემები, რომლებიც რადიოლოკაციურ და სხვა დახშობაზე მიმდინარეობენ აი ამ რომას ფრენა არ შეუძლია და ორიენტირებას კარგავს ჰაერში ამ თვითმფრინავებს იმის იმას რომელიც მოქმედებენ და ის რომელიც თიშვას აკეთებს აი სატელიტური თანამგზავრების გათიშვას აკეთებს და იმათიდან მისი მომზადება ვერ ხდება ავაქსი რომელიც ტერიტორიაზე ვერ შემოფრინა რომელიც 4 თვითმფრინავი არის განლაგებული პოლონეთში და ისინი დაზვერვას აწარმოებენ გამოფრინდება დაზვერვას დაზვერვის მონაცემებს აძლევენ შტაბს უკრაინის ან პირდაპირ იმ შტაბს აძლევენ სადაც აი ეს სარაკეტო დანადგარები არის ჰამერსი MLRS-ი არის ისინი შემდეგ ამ მონაცემებს იყენებენ და დარტყმებს აწარმოებენ და ეს ავაქსის ისინი უკვე ისე ვერ მოქმედებენ იმიტომ რომ რუსების მხრიდან უკვე ზეწოლა მიდის მაგას და ეს 500 კილომეტრზე რომელიც მიფრინავს და ამბობენ რომ მას შეიძლება დაემატოს რაღაცა საფეხური და ამ საფეხურით შეიძლება გაიზარდოს მისი 1000 და 1500 კილომეტრზე აქტიური მოქმედება და თორე ესეთი მოქმედება შეიძლება მეტიც იყოს მაგრამ იმასაც აქვს დასაშვები პარამეტრები რომ ის ჰაერში უნდა იყოს არა უმეტეს 5-10 წუთისა სხვა შემთხვევაში ხდება მისი რადიოლოკაციური იმის დაჭერა დოპლერის სიხშირე არის ასეთი სიხშირე რადიოლოკაცია უშვებს სიხშირეს იქიდან დაბრუნებული იმით მის ფრენის მიმართულებას სიჩქარეს ყველაფერს ახსევს და ამის იმაზე ხდება შემდეგ მისი ჩამოგდება რასაც აკეთებენ უკრაინელები იმიტომ რომ უკრაინაში გამოყენებული არის ამერიკული დიდი ბრიტანეთის შვედეთის განსაკუთრებით გერმანიის საფრანგეთის ისეთი ახალი ტექნიკური საშუალებები რომლებიც ხელს უწყობენ ამ
საბრძოლო მოქმედებების უზრუნველყოფას, მაგალითად ის, რომელიც F-16 თვითმფრინავზე იყო დაყენებული, რომელსაც რადარი ვერ ხედავდა. ან და ის იყო, იმდენად იყო ეს ყველაფერი მომზადებული საბრძოლო მოქმედებებისაც, რომელსაც რუსებს არ გააჩნიათ, მათი პელინგაცია შეუძლებელი გახდა. აი ასეთივე შეუძლებელი გახდა მათი ჩამოგდებას. ანუ თვითმფრინავი და იზოლებული იყო იგორ თვითმფრინავი, რომლის მიზება ერთი თითქმის ტარანზე გასული იყო და აქედან გამომდინარე თვითმფრინავს ტექნიკური საშუალებებით, რაც მას ფრენას უწყობდა ხელს, ის გამოვიდა წყობრიდან და ის ჩამოგდებული იქნა და რუსებმა შეისწავლეს ის თვითმფრინავის ტექნიკური საშუალებები რაც იყო. წინ არიან წასული, ძალიან წინ არიან წასული ბევრ საკითხებში. ასე უბრალოდ არ არის ყველაფერი, როგორც ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, რომ აი ტექნიკას, რომელსაც აძლევს დასავლეთი, ეს ყველაფერი ტექნიკა არის ძველი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ძველია. ტექნიკა, რომელიც არის სახმელეთო ჯარებისათვის განკუთვნილი, განსაკუთრებით ეს ტექნიკა, რომელიც ბრძოლაში იღებს მონაწილეობას. რა თქმა უნდა, ისინი ძველი არის. ამიტომ აი ეს მდგომარეობა კურსკის ოლქში იმდენად რთული არის უკრაინისათვის, არ ვიცი, რამდენი დრო დაგჭირდება, მაგრამ თუ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს და იქ გამოიყენეს მაგალითად სრულიად მთელი არსენალი, რაც მას გააჩნია, ამისი ტექნიკური შესაძლებლობები და იქ დაბომბეს არაკეტო დარტყმები, შეიძლება გამოიყენონ არეშნიკები და რა ვიცი, ბევრი რაღაცა. აი ეს 30 კვადრატული უпростоრად აი ეს 800 კვადრატული კილომეტრი 30-25-ზე. აი ეს ტერიტორია იქნება განადგურებული და იმ ძალებს, რომელიც იქ არის, მათი დარჩენას საერთოდ აი როგორც ფიქრობს უკვე შტაბი, სირსკი ამბობდა, რომ უბრალოდ ეს ამოცანა იმათ არ ხირდა, რამდენი ადამიანის, თანაც ელიტარული ადამიანი, ჯარისკაცი იქ დაიღუპა. და სამობილიზაციო, რომელსაც ახლა TKC ქვია, ტერიტორიალური ცენტრი კონტროლის, აი ამ ჯარში გაწევის კონტროლის, რომელსაც იჭერენ და ძალით მიყავს იქ და ეს იმათგან ვერ ჩამოყალიბდება და ვერ ყალიბდება ისეთი, რომელიც მეთაურები რასაც ამბობენ უკრაინელი მეთაურები. ისინი ბრძოლის ველზე ვერსაც ვერ გამოდგებიან. ამიტომ მუჭირთ ყველა მიმართულებაზე უკრაინას დაკომპლექტებული ყავს 40-დან მიმართულებაზეა დამოკიდებული 40-დან და ყველაზე მეტი რაც არის 70% პირადი შემადგენლობა, ტექნიკა, შეიარაღება და რაც მთავარი არის კომპლექტები. ამ ჭურვების, ცეცხლსასროლის სხვადასხვა საშუალებების, საინჟინრო საშუალებების, დანაგვიზდების საშუალებები, ამისი საშუალებების კომპლექტი აქვს ძალიან შემცირებული და ამიტომ ისინი ისეც ვერ იყენებენ. წარმოიდგინეთ, მარტო артиლერიის საშუალებები რუსეთს გააჩნია 12-ჯერ მეტი. სარაკეტო საშუალების სრული უპირატესობა არის. ზღვაზე არ ლაპარაკობ, ისინი ჩართული არ არიან, მაგრამ ყველა სარაკეტო დარტყმას, განსაკუთრებით ოდესის ოლქში და აი ასე დუნაის და იმის ზევით, რასაც მიდის რუმინეთის საზღვრის მეორე მხარეს, უკრაინის ტერიტორიაზე, ხო? ისმაილის და იმის მიმართულებაზე. ამ ყველაფერს აკონტროლებენ აი ზუსტად ეს ზღვის სარაკეტო საშუალებები, რომლებიც იმ გემებზე არის დაყენებული. და იქ ცოტა არ არის. 234 გემი, რომელიც რუსეთში გააჩნია, ყველა დანიშნულების გემი. და საბრძოლო და ისინი მათ შორის, აი ჩვენ ალბათ ერთხელ მოვიწვევთ აქ ლევან ბაქრაძეს, პირველი რანგის კაპიტანს, ჩვენ გქონდა ეს გადაცემა ობიექტივზე და იქ ილაპარაკა მან, რომ ის საშუალებები, რაც გააჩნია აი ამ გემებს, სავსებით ყოფნის იმისათვის, რომ შავ ზღვაში მათ შეძლონ საბრძოლო მოქმედებების ჩატარება არა ის, რომ გემი გემს დაეჯახა. არა, უბრალოდ არც გამოვიდნენ იმ პორტებიდან, ან და იმ საიდუმლო ბაზებიდან, სადაც ისინი იქნებიან გაჩერებული, ან საბრძოლო ბაზებიდან შეიძლება გამოვიდნენ კიდე რომელიმე, მაგრამ დაბრუნება შეიძლება. ამიტომ რომ ის შემოსასვლელი, რომელიც შემოსასვლელიც არის ბოსფორის სრუტით, რომელიც უნდა დარდანელი ბოსფორის და ეგეოსის ზღვის შემოსასვლელი ისინი. ეს ყველაფერი დაკეტვა შეუძლია რუსებს იმ საშუალებებით, რაც არ. გარდა იმისა, რომ მე ზღვის საშუალებებზე ლაპარაკობ, გარდა იმისა, რაც სახმელეთო საშუალებები აქვს, სახაერო თავდაცვის საშუალებები აქვს, რაც აქვს სარაკეტო საშუალებები, რომლებიც შედის სტრატეგიული დანიშნულების რაკეტებში. აი მაგალითად ისეთი, როგორიც აი არის არეშნიკი. ეს რაკეტა წონაში წონით არის ის 50 წონა მარტო
ის საბრძოლო ნაწილი, რომელიც სამარშე, სასტარტო სამარშე ნაწილი და შემდეგ ის საბრძოლო თავკავი, რომელიც აქვს მას. აი ეს თავკავი, რომელსაც იმას გამოიყენებს. ეს არ არის ბირთვული, მაგრამ ეს არის არანაკლებ ბირთვულისა, რადგან ის დამანგრეველი შესაძლებლობები მას რაც აქვს და რაც შიგარეს ჩადებული, ეს არაფრით არ ჩამოუვარდება. ამ ბირთვული არა. აი ამიტომაც შავი ზღვის აკვატორიაში ახლა გაზდა რაღაცის რუსებს ალბათ აკეთებენ, მაგრამ არ ვიცი, ახლა ფოთიდან და იმიდან ოჩამჩერიდან დაწყებული და სევასტოპოლი დამთავრებული საერთოდ აი ძალიან ბევრი საშუალებები აქვს და იქ საერთოდ აი ყირიმის კუნძულის ქვეშ რაც იქ არის ის ბაზები მიწისქვეშა ბაზები, წყლის ბაზები, წყალქვეშა ნავების ბაზები იმითი განადგურება თითქმის შეუძლებელია. ისეთი სიღრმეზე არის და საბჭოთა დროს გაკეთებული, რომელსაც დღეს რუსეთი მას ფლობს. ამიტომ საბრძოლო მოქმედებების შეფარდება ჩვენ რო გავაკეთოთ, საბრძოლო მოქმედებების ჩატარება უკრაინას იმ საშუალებებით, რაც დღეს გააჩნია, იმ პირადის შემადგენლობის საშუალებებით, რაც მას გააჩნია, იმ რეზერვით მას რაც გააჩნია, იმიტომ რომ უკვე მიიღეს დუმაში შეტანილი არის და მიიღებენ აი დღეს და დღე, რადგან დასავლეთი ითხოვს, რომ ჯარში გაიწვიონ 18 წლიდან. 18 წლიდან მთელი უკრაინის მოსახლეობა, ვისაც შვილები ყავს და ვის არის ახლა მე-10, მე-11 კლასში, ისინი უკვე საზღვარგარეთ გაღავთ იქიდან. მალავენ იმათ, იმიტომ რომ 18 წლის როგორ შესრულდება, რო შეუსრულდება 18 წელი, ესე იგი ისინი წაყვანილი იქნებიან ჯარში. და მათი ჯარში წაყვანა, სადაც საბრძოლო მომზადების ცენტრები მათ განსაკუთრებული მობილიზაციური საშუალებების მათ არ გააჩნია, აი ესეთი დიდი რაოდენობით რაც გააჩნია, დღე არ გადის, რომ აი ასეთი ცენტრი დაბობილი არ იყოს და განადგურებული არ იყოს. ან ის დაქირავებულები, ან ის ინსტრუქტორები, ან ის რომელსაც ამზადებენ ახალ ბატალიონებს, რომელიც უნდა შევიდნენ და ის ტექნიკაც არ გააჩნია. ჩვენ ვილაპარაკეთ ერთხელ, რა არის მაგალითად სამობილიზაციო მზადყოფნა. აი მაგალითად ის რომ ჯარისკაცს გაიწვევ და ის სამობილიზაციო მზადყოფნის ერთი რგოლია, ერთი ნაწილი არის. ის ჯარისკაცი, რომელმაც უნდა მოემსახუროს იმ ტექნიკას, იმ საშუალებებს, ის ოფიცრები, რომლებიც მათ მეთაურებას უნდა ჩაუდგენ, რომელმაც ყველაფერი იციან, სადაც ეს ყველაფერი საბრძოლო მოქმედებებში იქნება გამოყენებული. ამისათვის საჭირო არის თუ არის მაგალითად სარაკეტო ბრიგადა და უნდა შეიქმნეს ახალი, იმიტომ რომ ის განახერხდა თქვათ ის ბრიგადა და მის მაგივრად უნდა შეიქმნეს ახალი ბრიგადა, აი საჭიროა მობილიზაცია გაკეთდეს პირადის შემადგენლობებს, რომელიც ყველა ის რო იცოდეთ კარგად 300-მდე სპეციალობა არის მარტო ბრიგადაში. და ამ ბრიგადების სპეციალობები იმდენად არის დაყოფილი და რთული, რომ მათი, ესე იგი, ასე ადვილად გამოყენება ყველა სპეციალისტი უნდა იყოს. სხვანაირად ეს არ გამოვა. მაგრამ ჩვენ ამ თემაზე კიდევ ცალკე ვილაპარაკებთ და მე მინდა დღეს ჩვენ გადაცემაში ადამიანი ყავს, განსაკუთრებული ადამიანი, ბევრი ვილაპარაკე ამ ჩვენ თემაზე და იმაზე, მაგრამ დანარჩენ ყველა დროს მე დავუთქვი დიმიტრი ლორთქიფანიძე არის ჩვენთან ბატონო დიმიტრი, მოგესალმებით და მინდა ჩვენი საზოგადოებისთვის აი ის დრო რაც დაგვრჩა ჩვენ, მინდა დაგიტოვოთ თქვენ და მინდა რომ შეფასება გააკეთოთ, მე სპეციალურად არ შევეხე ის რაც საქართველოში ხდება, ის რაც ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ის რაც მოხდა კიევში ეს კონფერენცია რო ჩატარდა მთელი ევროკავშირის 17 ქვეყანა რომელიც ჩამოვიდა მეთაურები ან ლიდერები რომელიც ჩამოვიდნენ და ის 20 ქვეყანა რომელიც ტელეარხით იყვნენ დაკავშირებული ვიდეო ის ჰქონდათ მაგათ ვიზუალურად კავშირი სადაც მათ გადაწყვეტილებები მიიღეს რამდენი იქნება იარაღი რამდენი ფულს გამოუყოფენ რას გააკეთებენ როგორ დაეხმარებიან უკრაინას და მაკრონი რომელიც გუშინ ჩავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში მასთან შეხვედრა ხუთშაბათ სმითის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ზუსტად ამ საკითხებთან დაკავშირებით და ევროპას თავისი აზრები აქვს და უკვე არჩევნები და ისინი რომ მიდის ძალიან ცოტათი პოლიტიკური ველი იმდენად დაიშალა ის ვინც რაღაცას ამბობდა ის ვერ მოხდა მთავრობაში ალბათ ვერც მოხდება იქნება რაღაცა ხმაგი ექნება მაგრამ ის ვერ გამართავს იმ სიტუაციას ის რაც მდგომარეობა არის საფრანგეთში დიდ ბრიტანეთში ის კრიზისები რაც არის და ის ამერიკა რომელიც დღეს ახალი პარადიგმა ასე ვთქვათ იქმნება მსოფლიოში სადაც იცვლება მთლიანად მსოფლიო იცვლება ის მსოფლიო რომელიც იყო ვთქვათ 45 წელს როდესაც დაჯდნენ იალტის კონფერენციას და მოილაპარაკენ ეს ქვეყნები
ეს უკვე ის ქვეყანა არა, ის სისტემა უკვე მსოფლიოში აღარ მუშაობს. და ამიტომ არის ახალი სისტემა, რომელიც დაალაგებს ომები შეწყდება და რაღაცნაირად ურთიერთმოქმედებების გემა ჩამოყალიბდება. მე არ მინდა თქვენ შეგეშალოთ და მინდა აი ამას ყველაფერს დაწყებული შიგნიდან ან გარედან როგორც თქვენი პირი. ბატონ გურო, მინდა დიდი მადლობა მოგახსენოთ გადაცემაში მოწვევისთვის, მინდა მივესალმოთ ჩვენს ერთგულ მაყურებელს, არ შემიძლია გვერდი ავუაროთ, სანამ თქვენ კითხვაზე გადავალთ და გლობალურად შევაფასოთ მიმდინარე მოვლენებს, არ შევეხო გურიაში და დასავლეთ საქართველოში განვითარებულ იმ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე, რომელშიც უკვე საჭირო გახდა შეერაღებული ძალების პირადი შემადგენლობის გამოყენება და ძალიან კარგია, რომ თავდაცვის სამინისტრომ მოდროულად მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. თუმცა გამომდინარე თქვენი გადაცემის სპეციფიკიდან მოგხსენებათ ჩვენ არაერთხელ შევხვევით სამოქალაქო თავდაცვის წინაშე არსებულ იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა არაერთხელ მდგარა და სამოქალაქო თავდაცვა ეს არ არის მხოლოდ საომარი მდგომარეობის წინაშე არსებული გამოწვევებისადმი პასუხის გაცემა. არამედ ეს არის სწორედ ტექტონიკური და ზოგადად სტიქიური უბედურებების შედეგად გამოწვევები და ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანაში არსებული ინსტიტუციური მიდგომები, რომელიც აქამდე გქონდა, სრულიად არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ამ გამოწვევებს გაუმკლავდეთ. დიახ, საგანგებო სიტუაციების მართვა, სახანძრო უსაფრთხოების ამოცანების წინაშე არსებული კონკრეტული, ასე ვთქვათ, მიდგომებით არ შეიძლება მხოლოდ შემოიფარგლებოდეს. როგორც არის მაგალითად ძალიან ბევრ ქვეყანაში სახელმწიფოშია, ხო? საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტები და საჭიროა ჩვენთანაც შეიქმნას ასეთი დეპარტამენტი სრული ინფრასტრუქტურით, სრულიად აღჭურვილი ყველა იმ საშუალებებით, რომელიც იგივე ვერესხეობაში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად დაღუპული ადამიანების ბედს არ გაუზიარებს, თქვათ, სხვა ადამიანებს, სხვა სტიქიურ უბედურებების ადგილას. გახსოვთ, მაშინ ვერტფრენის გამოყენება ვერ შეძლო თავდაცვის სამინისტრომ ურბანულ ზონაში შეუძლებელი იყო ამის გაკეთებაო. ასე რომ იმედი ვიქონიოთ, რომ 27 თებერვლამდე სწორედ ეს პერიოდია, ხა კრიზისული პერიოდი, შეერაღებული ძალები, გვარდია და პოლიცია და ყველა მოხალისეები მათ შორის ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ გურის რეგიონში, აჭარის რეგიონში, მაღალმთიანეთში ჩარჩენილი მოსახლეობა, მთლიანად მიუვალი სოფლები გათავისუფლდებიან, ესე თქვა, ძალიან სერიოზული განსაცდელისგან. სოფლიოში მიმდინარე პროცესებს შეფასებას მე დავიწყებდი ჩემი აზრით უმთავრესი მოვლენით, რომელზეც არ מחვილდება ხოლმე ყურადღება, მაგრამ შეიძლება პირდაპირ გაეცეს კითხვას პასუხი, თუ რასთან გვაქვს საქმე, როდესაც ტრამპსა და პუტინს შორის დაწყებული ეს სრულიად უჩვეულო და სრულიად არაჩვეულებრივი დიალოგი საბოლოოდ გადაიზარდა ევროკავშირის დიდ ეჭვიანობაში და აი გამოიწვია სწორედ ის, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზეც კი რეზოლუციის იმ ვერსიას ეყარა კენჭი, რომელიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ იყო მომზადებული, სადაც რუსეთის აგრესორის როლის გამოყოფა, როგორც ჩანს, მთავარი პოლიტიკური ამოცანაა მათთვის და არა ის, რომ უკრაინის კრიზისი დამთავრდეს, რისკენაც მოწოდებულია ტრამპი და მისი ადმინისტრაცია და აგერ დანიის პრემიერმა ღიად განაცხადა კიდეც, რომ მათ არ აწყობთ თურმე უკრაინაში ვითარების განმუხტვა იმ პირობებით, რომლითაც რუსეთს მიეცემა რაღაც გარკვეული მორალური პირობები, ან მორალური უპირატესობები. რასთან გვაქვს ბატონო გურამ საქმე? შემთხვევით იმასთან ხომ არა, რომ ძალიან ხშირად ამ 350 მილიარდი დოლარის ასე ვთქვათ, საომარ ინვესტიციასთან დაკავშირებით ხშირად აკეთებს ხოლმე განცხადებას ტრამპი და ხაზს უსვამს, რომ ევროპამ ამ თანხის უდიდესი ნაწილი გასცა იმ კრედიტების სახით, რომლებიც უკან უნდა დაიბრუნოს. და საბოლოო ჯამში ხომ არ გვაქვს საქმე ისეთი ტიპის კორუფციასთან და ისეთ ტიპის მოვლენებთან, როდესაც ევროკავშირს არ აწყობს ამ ომის სწრაფად დასრულება და საომარი კონფლიქტური ვითარების განმუხტვა. ფაქტია, რომ პარადოქსია. იმის მაგივრად, რომ ყველაფერი კეთდებოდეს ამ ომის დასასრულებლად. იმისათვის, რომ ადამიანები აღარ იღუპებოდნენ და მაგალითისთვის გეტყვით, თქვენ ჩემზე უკეთ ფლობთ ამ სტატისტიკას, თუმცა მე ხა გუშინ წინ გადავხედე 1978 წლიდან დაიწყო თუ 79 წლიდან ავღანეთის კამპანია საბჭოთა კავშირმა.
87 წლამდე მიმდინარეობდა ეს კამპანია და 15000 ჯარისკაცი არის გარდაცვლილი, წარმოიდგინეთ. 15000 საბჭოთა ჯარისკაცია სულ გარდაცვლილი მთელი ამ წლების განმავლობაში. და მხოლოდ 3 წელიწადში საომარი მოქმედებების შედეგად მილიონზე მეტი ადამიანი არის დაღუპული ორივე მხრიდან. და მართლაც მახსენდება ეს ცნობილი კლასიკური გამონათქვამი, რომ ერთი ადამიანის გარდაცვალება ტრაგედიაა, ხოლო 1000 ადამიანისა უკვე სტატისტიკა. ეგრე გამოდის, ესე იგი მილიონი ადამიანის გარდაცვალების ტრაგიკული ფაქტი არ არის საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ განგაში ზარები იქნეს დარისხებული ევროკავშირში და აი კითხვას პასუხი ეძლევა ზუსტად აი ამ მომენტში რა არის deep state. და დღესაც პრემიერ-მინისტრმა ჩვენმა ირაკლი გობახიძემ ძალიან მძაფრი განცხადება გააკეთა ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის მისამართით ბატონი კარლ ჰარცელის მისამართით. დასძინა რა რომ მის ინარჩუნებს ჯერ კიდევ პიროვნულ პატივისცემას ამ ადამიანის მიმართ, მაგრამ ხედავს რომ deep state-ის გარდაუვალი ზემოქმედების შედეგად ეს ადამიანი აკეთებდა და აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომელიც ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოს სუვერენიტეტს. და მის ხარისხს აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ კარლ ჰარცელი პირდაპირ იყო ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში ოპოზიციის სასარგებლოდ. იმ ოპოზიციის სასარგებლოდ, რომელსაც მანამდეც აფინანსებდნენ და დღესაც აფინანსებენ, მას შემდეგ რაც ტრამპი მოვიდა ხელისუფლებაში, ანუ პრეზიდენტად, ტრამპის ადმინისტრაცია და მისი გუნდი, აღმოჩნდა, რომ 49 მილიონი დოლარი იქნა დახარჯული მხოლოდ საარჩევნო პერიპეტიების, ასე ვთქვათ, დასარეგულირებლად მათ სასარგებლოდ. ანუ საარჩევნო კამპანიაში აი ამ deep state-მა ამ სიღრმისეულმა ომის პარტიამ შექმნა ისეთი გარემო საქართველოში, რომლის ასე ვთქვათ, ინერცია დღემდე ნარჩუნდება. და ფაქტია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ განეიტრალდეს სიტუაცია, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად ყველაფერი ჩადგეს თავის კალაპოტში, ჩვენ ხედავთ, რომ არისვენებს მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლობა, არისვენებს კარლ ჰარცელი და დღეს მე მივეც ინტერვიუ კიდეც 4G-ს და აქაც მინდა ვისარგებლო და ღიად რა ვიცი, დავიწყოთ კამპანია უნდა კარლ ჰარცელისთვის აგრემანის შესაჩერებლად. უნდა შევქმნათ პრეცედენტი იმისა, რომ ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი უნდა სამარცხვინოდ უნდა გაძევდეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან. არ უნდა შეგვეშინდეს არაფრის. აქ არ არის მხოლოდ ეროვნული სუვერენიტეტის დაცვაზე საუბარი. აქ ამავე დროს არის მენტალური სუვერენიტეტის დაცვაზეც საუბარი. თუ ჩვენთვის ევროკავშირი მართლა გადაიქცევა იმ ბაბილონის გოდოლად, რომელიც თავის ნანგრევებში შეეცდება, რომ მოიყოლოს საქართველოს, ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ იმისთვის, რომ ვამხილოთ მათი მზაკრული ჩანაფიქრები, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ჩვენი დამოკიდებულება სუვერენიტეტის დაცვასთან დაკავშირებით მთლიანად ემთხვევა ტრამპის ადმინისტრაციის ვიცე-პრეზიდენტის ბატონ ვენსის მიერ გაკეთებულ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებს, მით უმეტეს იმ სახელმწიფოების სუვერენიტეტის მხარდასაჭერად, რომლებიც რეალურად იბრძვიან ამ სუვერენიტეტის მოსაპოვებლად. მე მგონი, საქართველოში დადგა დრო ჩვენ გამოფხიზლდეთ ერთხელ და სამუდამოდ და ეს სტიგმა დავანგრიოთ, დავამსხვრიოთ საკუთარ თავში და ევროკავშირთან დიალოგი შედგეს იმ პარიტეტის საფუძველზე, როდესაც საქართველოსთან ეს დიალოგი იქნება არა ძალმომრეობით ხასიათის, არამედ პატივისცემა გამოხატული ჩვენი ქვეყნის წარსულის, მისი აწმყოსა და იმ მომავლისთვის, რომლისთვის ბრძოლასაც ქართველი ხალხი არასდროს შეწყვეტს. ბატონო დიმიტრი, აი ევროპა, ევროკავშირი, აი მათი შეკრება თუნდაც კიევში, რომელიც შეიკრიბენ, ჩვენი ცხრილის გვექნება მე გაჩვენებთ იმ ცხრილსაც, ის შეიკრიბა ლაპარაკობს ერთს, ეს არ ეთანხმება, ევროკავშირი არ ეთანხმება ის, რასაც ლაპარაკობს ამერიკა, რომელსაც თავის თავზე აიღო ვალდებულება, რომ მშვიდობა შემოიტანოს დააშორისოს ეს ორი მხარე და დაამთავროს ომი. და ის ეძებს თავის გზებს. ეს როგორ უნდა გააკეთოს? ახლა მოწონს ეს იმას ზელენსკის, არ მოწონს, ეს ხო სალაპარაკო თემაა. ჯერ მხოლოდ ერთი შეხვედრა იყო, ხო ასეთი. აი თქვენ როგორ ფიქრობთ? აი ის, რომელსაც მოქმედებებს, რომელსაც ატარებს ევროპა. და თქვენ მიუნხენის კონფერენცია კარგად იცით, ხო? მაშინ, როდესაც ესე იგი
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა პირდაპირ დაადანაშაულა, ხო, ევროკავშირით, თვითონ ამ მოქმედებებში, რომელ მოქმედებებშიც ისინი არღებულობენ თანაც თავისი შეარაღებით, თავისი მოქმედებებით, თავისი იმით, ისინი ამ ომს უფრო აღვივებენ, ვიდრე აკეთებენ და მათ მიერ გაღვივებულია ეს ყველაფერი ომი. აი თქვენ როგორ ფიქრობთ? აი ეს მიდგომა ფულს რომელსაც ახლა აძლევენ და ეს ეწინააღმდეგება ის რასაც ამერიკა ამბობს, ის ამბობს რომ ჩვენ დავხარჯეთ ფული და ჩვენ ეს ყველაფერი კი ამბობს ზელენსკი რომ ჩვენო ეს გრანტები მოგცეს და არავის არ გრანტები იქ არ იყო, მე თქვენ ხო ვიცით, არა? მე ზუსტად ვიცი 61 მილიონის პირდაპირ საწავიდა როგორ წავიდა ეს ფული. აი თქვენ როგორ ფიქრობთ? აი 9 მინდა რომ გვაჩვენოთ აი ზუსტად ის რამდენი ფული არის გამოყოფილი აი იმისათვის რომ ევროკავშირმა რომ ახლა წლის განმავლობაში უნდა მიცეს. აი ეს არის ეს მილიონი დოლარები არის ეს აწერია მილიონი და მილიარდი. არა მილიონი და მილიარდი არის. იქ ფინეთის მილიონია 4.5 ისინი ესპანეთის არის 1 მილიარდი. დანიის არის 270 მილიარდი. შვედეთის არის 160 მილიონი. შემდეგ ბრიტანეთის არის 3 მილიარდი ფუნტ სტერლინგი ეს სადღაც 5 მილიარდი იქნება დოლარი და ევროკავშირი რომელსაც თავისად იქ კიდევ ციფრები არ არის პატარა ქვეყნები და სულ 26 მილიარდია ეს რაში შეუწყობს ახლა წლის განმავლობაში კი ამან უნდა უზრუნოს აი თქვენ ახლა სამოქალაქო თავდაცვაზე და მე ხო ვიცი ძველი პარლამენტიდან მე ვიცი ის ვინც ყავდა თქვენ ირგვლივ რომლებიც ესე იგი არა მარტო იმიტომ უმაღლესი დონის სამხედროები რომელიც სამოქალაქო თავდაცვის სასწავლებლები ჰქონდათ დამთავრებული ისინი როგორ გიხსნიდნენ თქვენ და თქვენ როგორ პარლამენტში როგორ გაგქონდათ ეს და დღესაც აი ზუსტად აი ეს ელაპარაკობთ აი რას თქვენ იცით და როგორ გესმით და ესენი ახლა რომელსაც ფიქრობენ რომ ერთი წლის განმავლობაში მიცემენ 26 მილიარდის იმას და ეს ყველაფერი რა რამდენსაც მისცემენ ის განადგურდება აზრი არ ექნება უკვე მის გამოყენებას და ასე ეტაპობრივად ყველაფერი წელიწადში თვეში 2 მილიარდი თავისუფლად დაიყარჯება ანუ რა შედეგს მისცემს ეს უკრაინა ბატონ გურამ თქვენ მოგეხსენებათ რომ თუ რასთან გვაქვს ჩვენ საქმე 56 არამეგობარი ქვეყანა რომელიც რეესტრი შექმნა რუსეთმა თავისი ნაერთი სამხედრო ბიუჯეტის მხარდაჭერით და დახმარებით აწარმოებდა სამხედრო ექსპანსიას უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის წინააღმდეგ 56 სახელმწიფოდან აი ეს ქვეყნები რომლებიც დღეს აგროვებენ ახალ ყულაბას იმისთვის რომ საბრძოლო მოქმედებების თეატრი არამც და არამც არ შეიზღუდოს თავის არეალში, არამედ პირიქით გაფართოვდეს, მოგეხსენებათ, რომ მათი მთავარი ამოცანა გარდა იმისა, რომ კურსკის ოლქში იმ ანკლავის შენარჩუნება ასევე არის, რომ ომის მთელ პერიმეტრზე 1000 კილომეტრიან მანძილზე მაქსიმალურად მოხდეს დატვირთვა უკრაინული ახალი შენაერთების და ახალი სამობილიზაციო ძალების და სწორედ ეს 56 ქვეყანა, რომელიც არ ურიგდება ბედს ომის მარცხით დასრულებისა. ვინაიდან ტრამპის მოსვლის პირველივე დღეს მან გააკეთა განცხადება, რომ უნდა ვაღიაროთ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ წააგო ომი უკრაინაში. რეალურად ეს არის აქ მთავარი ამოცანა, რომლის არ შემგუებლობის ფაქტის წინაშეც ვდგავართ ევროპის მხრიდან, იმიტომ რომ ბაიდენმა და ბაიდენში ამ შემთხვევაში არ იგულისხმება მხოლოდ ბაიდენის ადმინისტრაცია, არამედ მის მიერ მხარდაჭერილი ევროპის თქვათ ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფოების საერთო ჯამური წინააღმდეგობა იგულისხმება რუსეთის წინააღმდეგ. და როგორ გლობალური მთავრობა რომელიც დღეს შემორჩა კიდე. დიახ, ეს deep state ზუსტად, რომელიც 56 ქვეყნით იქნა წარმოდგენილი. მათთვის ეს არის წარმოუდგენელი, რომ ისინი შეეგუონ რუსეთთან მარცხს. შესაბამისად, გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი დიდ პოლიტიკურ და ასე ვთქვათ, ელიტურ კორუფციასთანაც არის დაკავშირებული, იმიტომ რომ ზელენსკიმ პირდაპირ თქვა, რომ მის მიერ მიღებული თანხების ნახევარი ფაქტობრივად ფორმალურად არის ასე ვთქვათ დაფიქსირებული როგორც მიღებული, მაგრამ მას არ მიუღია, რაზეც უკვე ძალიან მწვავე განცხადებები გააკეთა ტრამპმაც. ფაქტურად ტრამპმა წაგება ჩაუთვალა და კიდევ ერთი დიდი ქულა აიღო ბაიდენის ადმინისტრაციის წინაშე და დემოკრატებთან მიმართებით და ამხილა ევროპა აი ამ წაგებული ომის საბოლოო შედეგებთან დაკავშირებით, რომ ისინი უნდა შეეგუონ ამ შედეგებს. მაგრამ როგორც ჩანს, ევროპა არ აპირებს შეგუებას, ახალი კანცლერის მერცის რიტორიკა ამაზე მეტყველებს.
ფაქტიურად ბრიტანეთის პოზიცია, დანიის პოზიცია, რომელიც როგორც მოგახსენეთ, ძალიან ესეთი სამხედრო რიტორიკული თვალსაზრისით ძალიან მძაფრი იყო, მეტყველებს იმაზე, რომ ევროპა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკრაინაში მაქსიმალურად შეინარჩუნოს საომარი ესკალაცია. რა მოყვება დღევანდელ შეხვედრას ძალიან მალე გახდება ცნობილი მეორე რაუნდი რიადში მიმდინარე ამერიკის შეერთებული შტატებსა და რუსეთის დელეგაციებს შორის, სხვა შორის სამი კორიფე რუსეთის ფედერაციის მხრიდან უძღვება მოლაპარაკებებს, ეს არის ბატონი ლავროვი, ბატონი უშაკოვი და ბატონი რიაბკოვი და ამერიკის მხრიდანაც რუბიოს წარმომადგენლობა, ასე ვთქვათ, ასევე ძალიან სერიოზულად გამოიყურება. პირველ რიგში ისინი თანხმდებიან დიპლომატიური მისიის გაძლიერებაზე და უკვე მალე იმ პირდაპირ ასე ვთქვათ მოლაპარაკების უმაღლესი რანგის მოლაპარაკების ჩანიშვნაზე, რომელშიც ტრამპი და პუტინი მიიღებენ მონაწილეობას, როგორც შეერთებულ შტატებში, ისე გაკეთდა უკვე განცხადება რუსეთის ტერიტორიაზე მოსკოვში. ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე მთელი იარაღი ამერიკამ ასე ხო გაანადგურა ეს მათი რას არსენალები ჰქონდა. გერმანიაში დარჩენილი არის 160 ტანკი. 160 ტანკი. 160 ტანკი არის როგორ ორი ბატალიონი არის. ერთ ბატალიონში 56 ტანკი არის, ნუ 3 ბატალიონი იყოს სატანკო და 5 უნდა იყოს. იმიტომ მოტო ფეხოსანთა მასში დივიზიაში გერმანიის 250 ტანკია. და ეს არ არის ასეთი ეს ტანკების რაოდენობა, მათ თვითონ ერთი დივიზიას რო შეავსოთ არა აქვს. აი თქვენ როგორ ფიქრობთ? და ასე ყველა ჯარი მისი, ყველა დიდ ბრიტანეთში კიდევ უფრო არასად არის საფრანგეთს ტრამპმა გააკეთა განცხადება, რომ რუსეთს ჯერ კიდევ ყავს 30000 ტანკი რეზერვში. რამდენი არ ყავს რუსეთს, სულ ტანკი ყავდა 15000, მაგრამ ყოველ ტრამპმა გააკეთა განცხადება, როგორც ჩრდილოეთ კორეის, ასე ვთქვათ, მხარდაჭერაც იგულისხმება, არ ვიცი. ჩრდილოეთ კორეის ტანკი თუ გადმოვა, ისიც 30000, ჩრდილოეთ კორეას ყავს 6000 ტანკი. და ახლა ყველა სხვა არ მისცემს რაღაცას თავისთვის მასეს დატოვებს, მაგრამ თანაც ძველი ტანკებია იქ. ისინი, მაგრამ მოდერნიზაცია ყველას გაკეთებულია. რუსეთს ყავდა 13200 ტანკი სულ. აი ახლა რამდა საბრძოლო მოქმედებების დროს, აი რემონტების და ზოგს გარემონტების, მაგალითად 2500 ტანკი ყავს T-62, T-64 და მისი კაპიტალური რემონტი შეუძლია გააკეთოს მხოლოდ და მხოლოდ ხარკოვის სატანკო ქარხანას, მალიჟევის ქარხანას. იქ აბზადებდნენ ამ ტანკებს და იქ შეუძლიათ, იმიტომ სხვა სატანკო ქარხანები მთელი ისინი გადასაკეთებელია, ახლა ტანკი ცოტა სხვა რაღაცა არის. ანუ მთელი ხაზი არის გადასაკეთებელი, ამიტომ ესენი დგანან. ამიტომ რუსეთს რაც დღეს ტანკების რაოდენობა ყავს, სადღაც ეს არის 7-8000, რომელიც საბრძოლო არის, მაგრამ ახალი გამოდის. T-14 გამოდის ტანკი, T-90, რომელმაც პირველი ადგილი მსოფლიოში დაიკავა მისი მონაწილეობით ამ საბრძოლო მოქმედებებში უკრაინაში. რუსეთის იარაღმა, ბევრმა იარაღმა გავიდა პირველ ადგილზე, ანუ აჯობა ყველა ემას, რომელსაც იმას ტექნიკურად ჰქონდა ჩაწერილი, რომ ეს ასეთია. და მან ასეთი სახე ვერ გამოაჩინა. პრაქტიკაში ანახა ხო? ამიტომ აქედან გამომდინარე, მე გეკითხებით თქვენ. თუ ამერიკა არ ჩაერთვება უკრაინასთან, ევროპასთან ერთად, ხო, აი რაღაცას შეერთვა, მაგრამ ბევრ რაღაცაში არა, ხო? თუ ის არ ჩაერთვება, ევროპამ თუ დაიწყო ახლა თავისი იმის პოხონდრიების და იმის გამოჩენა, რომ ასე იქნება, ისე იქნება, და ჩვენ ასე ვიზამ და ისე ვიზამ. მაშინ შეძლებენ თავიანთი მისი ჩატარებას, ყველა ევროპის ცალ-ცალკე ქვეყანას, ყველას ესინია რუსეთის. და ისი ძალიან კარგად რუსეთი მანამდე არ შეეხება მათ, სანამ ესენი არ შეეხებიან რუსეთს. ამ უკრაინის საკითხთან მაინც დაკავშირებით. აი თქვენ როგორ ფიქრობთ? მე ვფიქრობ, რომ ვირტუალური უსაფრთხოების ფაქტორი აქ არის მთავარი და გადამწყვეტი მნიშვნელობის და ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთთან ერთად და ჩინეთთან ერთად და ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ერთგვარი აღიარებაც არის ახალი პოლუსის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ევროპის ომის პარტიის, ანუ გლობალური ომის პარტიის მცდელობების მიუხედავად მაქსიმალურად ჩააგდონ ეს სამხედრო რიტორიკა, რომელიც სხვა არაფერია თუ არა მაქსიმალური მცდელობა, რომ პასუხისმგებლობა შემდგომი მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით უკრაინაზე თავიდან აერიდონ და მთლიანად ეს, ასე ვთქვათ, გადავიდეს ტრამპის კისერზე.
ვხედავთ ჩვენ მაკრონის პოზიციას ამასთან დაკავშირებით, მან გააწყვეტინა დღეს საუბარი ტრამპს და როდესაც საკითხი შეეხო უკვე ევროკავშირის პასუხისმგებლობის თემას, იქ მაქსიმალურად შეეცადა ოპონირება გაეწია. ძალიან რთული და დრამატული ვითარება, მაგრამ ცხადია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის მთავარი დირიჟორი მთელი ამ მოვლენებისა, რაც დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს. ის ფაქტიურად განაგებს ეკონომიკურ პროცესებსაც, თქვენ იცით, რომ გერმანიაში გაზით მომარაგების საკითხი მთლიანად ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესია, უკვე 80% თხევადი გაზისა შედის გერმანიაში ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ბალტიისპირეთმა უკვე ხვალინდელი დღიდან საერთოდ სამივე რესპუბლიკამ, ესტონეთმა, ლიტვამ და ლატვიამ უარი განაცხადეს რა რუსეთთან ერთიანი ენერგოსისტემის მოქმედებაზე მთლიანად გადავიდნენ უკვე დამოუკიდებელ ენერგომომარაგებაზე, რაც რა თქმა უნდა ზრდის ტარიფებს და ზრდის ამავე დროს მათ დამოუკიდებელ ამერიკის შეერთებულ შტატებში 300%-ით გაიზარდა. რა თქმა უნდა 300%-ით გაიზარდა, აი გუშინ წინ ბავარიიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ მთელი ბავარიის, ესე იგი გაზმომარაგების სისტემა ბუნებრივი აირიდან გადადის თხევადი აირის სისტემაზე, რაც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული და მოსახლეობას გაზრდილი ტარიფების გარდა ჭირდება ამ ახალი განვითარების კონცეფციაში საკუთარი სახსრების გაღებაც. ანუ ძალიან სერიოზული ეკონომიკური კრიზისი დგას მთელ მსოფლიოში და მათ შორის ევროპა, ასე ვთქვათ, კონტინენტური ევროპა და ევროკავშირის ბევრი წევრი სახელმწიფო არის ამ კრიზისის უშუალო მონაწილე. არის თუ არა ეს ყველაფერი გამოწვევა მოსახლეობისთვის, ამაზე მე მგონი ბულგარეთის მოსახლეობამ ძალიან ლოგიკური პასუხი გასცა, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენლობას მისიას გაუჩინა ცეცხლი გუშინ და ეს ხდება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში და არა კანდიდატ სახელმწიფოში ან ასოცირებულ წევრთან ურთიერთობაში. ესე იგი, როდესაც ბულგარეთის მოსახლეობა გამოდის ევროკავშირის წინააღმდეგ, როდესაც ეს უკმაყოფილება იზრდება უშუალოდ ევროკავშირში, ბუნებრივია, უნდა ველოდოთ, რომ ისინი ვერ შეძლებენ ომის მთელი, ასე ვთქვათ, დრამატული მოვლენების განვითარების შემდგომი სცენარის გაგრძელებას უკრაინაში. ბატონო დიმიტრი, აბა თუ აი ამ დაძაბულობიდან გამომდინარე, ბულგარეთმა ყველაზე მეტი რაც ხონდო ბულგარეთს ყველაფერი მიცა უკრაინა. მეტი მისაცემი აღარ აქვს უკვე. მაგრამ აი დახურა ბაზა ევროპაში საბერძნეთში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ალექსანდროპოლში ის ბაზა, სადაც იყო მთელი შეიარაღების და ტექნიკის, იქ ჩამოდიოდა, იქიდან მიდიოდა შემდეგ იმაში, რა ქვია, რუმინეთის გავლით, ბულგარეთი რუმინეთის. თურქები დიდი ხანია ითხოვდნენ ამ ბაზის დახურებას. აი ამ ბაზის იმაზე და ეს ბაზა დაიხურა. ესე იგი ამერიკელები ფიქრობენ, რომ მათ აქვს 150-ზე მეტი მსოფლიოში ბაზა. ყველაზე დიდი ოკინავაზე და რამშტაინის ბაზაა ესეთი, რამშტაინი ოკინავაზე 40,000-მდე არის, რამშტაინის იმაზე 32-34,000 არის, ეს ძალიან დიდი ბაზა არის. მაგრამ მართვის ისინია და ჯარები სადაც ჩამოდიან, დგებიან, გემები მაგალითად ისინი შეიარაღებული ძალები არიან, მაგრამ თვითონ ამერიკის შეიარაღებული ძალები არიან, მოდიან ბაზაზე დადგებიან, მორიგეობენ ნატოსთან ერთად სწავლებებს ატარებენ და შემდეგ ისე ბრუნდებიან. აი თქვენ მინდა თქვენი შეფასება გააკეთოთ იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპა მარტო იომებს, აი თქვა, დაიწყო საბრძოლო მოქმედებები და ევროპა შეუძლია ბრძოლების ჩატარება რუსეთთან? კი, თქვა 500 მილიონია რაღაცების ისინი, მაგრამ მას ეს არ გააჩნია სამხედრო სამრეწველო, იმიტომ რომ ტრამპი უელსის იმაზე ხვეწებოდა, ხო? 2%-ზე მეტი გააკეთოთ. ეხლა უნება რომ 5%-ზე ნაკლები არ უნდა გქონდეთო. თუ არა უნდა მიხედეთო თქვენს იმასო ევროპასო, მიხედეთ თქვენს ნატოს და მიხედეთ ყველაფერს რაც თქვენ გინდა. თქვენ თვითონ დაუდეთ რუსეთისო აი ეს ომის დაწყება უკრაინასთანო, ესო რუსეთის ის არ იყო პროვოკაციაო. ეს იყო ალბათ იმაზე ლაპარაკი რომ სხვა პროვოკაცია. აი თქვენ როგორ ფიქრობთ? ჩვენ ხედავთ ინდივიდუალურად მაკრონის ასე ვთქვათ ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო რიტორიკას იმასთან დაკავშირებით დღეს გააკეთა მაგ განცხადება და შესთავაზე ევროპას ბირთვული ქოლგა.
გერმანიაში სხვა შორის იზრდება ანტიამერიკული განწყობები და შემთხვევითი არ არის უმაღლესი შეხვედრა, რომელიც შედგა პოლონეთსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის და რომელზეც დღის წესრიგი ერთ-ერთი დღის წესრიგი იყო სწორედ გერმანიაში არსებული ამერიკული სამხედრო ბაზების პოლონეთის ტერიტორიაზე გადატანის შესაძლებლობა. არის თუ არა ეს მეორე ფაზა მას შემდეგ რაც ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის აფეთქების შემდგომ ძალიან სერიოზული ეკონომიკური საბოტაჟი და დივერსია განხორციელდა გერმანული ეკონომიკის წინააღმდეგ და დღეს თუ კი გერმანია ამერიკული ბაზის გარეშე დარჩება, მოგეხსენებათ ძალიან ადვილი წარმოსადგენია, რომ ისედაც დაღმავალ მიმართულებით მიმავალი, ასე ვთქვათ, გერმანული ეკონომიკა და მისი უსაფრთხოების სისტემის შემცირება, შესუსტება, რა შემდგომ, ასე ვთქვათ, პროცესებთან იქნება კავშირში. ძალიან ძნელია საერთოდ რაიმის წინასწარმეტყველება ეხლა, როდესაც აი მაქსიმალური турბულენცია მიმდინარეობს ევროპაში, ევროპა აშკარად უკმაყოფილოა ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პოლიტიკით და ეს ყველაფერი არის მხოლოდ დასაწყისი. თავარი მოვლენები მას შემდეგ განვითარდება, რაც უმაღლეს დონეზე მიმდინარეა შეხვედრები საუდის არაბეთში, გადაიზრდება რა პრეზიდენტთა შორის უკვე ხელმოსაწერ იმ კონკრეტულ შეთანხმებებში, რომელიც გაითვალისწინებს უკრაინის ტერიტორიაზე ომის დასრულების აუცილებლობას და იმ ბუნებრივი წიაღისეულით სარგებლობის საკითხთან დაკავშირებით, რომელშიც 500 მილიარდი იქნა შეთავაზებული შეერთებული შტატების მიერ უკრაინის ხელისუფლებისათვის, აგერ ჩვენ ხედავთ რუსეთის საპასუხო წინადადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ის იშვიათი მეტალი თუ ბუნებრივი წიაღისეული, რომელთაც შეერთებული შტატები დაინტერესებულია, მათ შორის არქტიკაში ერთობლივი სამეცნიერო ექსპედიციების ჩატარებისა და მოპოვების, რეწვის და გადამუშავების წინადადება იქნა შეთავაზებული. რამდენად გაღრმავდება ამერიკულ-რუსული ურთიერთობები, რამდენად ავა იმ ნიშნულზე, გახსოვთ თქვენ 60-იან წლებში ჟურნალი ამერიკა გამოდიოდა საბჭოთა კავშირში ძალიან მაღალ პოლიგრაფიული და ეს იყო დათბობის წლები ცივი ომის დასრულების შემდგომ, ესეთი ყველაზე ესეთი ძალიან აქტიური თანამშრომლობის, მათ შორის სამეცნიერო დონეზე თანამშრომლობის პერიოდი და რაღაც როგორც ამბობენ, სწორედ აი ამ ნიშნულისკენ მიდის ახლა ამერიკულ-რუსული ურთიერთობები, გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მთავარი გამოწვევა დღეს არის ჩინეთი, მისი შეკავება ეს არის აუცილებელი და ისეთი მნიშვნელოვანი პირობა, რომელიც გადის რუსულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვაზე, როგორც ჩანს, როგორც ჩინეთი იქნა თავის დროზე გამოყენებული საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ და ჩინური ეკონომიკის აღმავლობას ხელი შეეწყო ამერიკის მხრიდან, დღეს სწორედ რუსულ-ამერიკული ურთიერთობები დგას ჩინური აღმავლობის შესუსტებისთვის, ვინაიდან ჩინეთი განსხვავებით საბჭოთა კავშირისგან არის როგორც ტექნოლოგიურად და ინდუსტრიულად განვითარებული, ისე სამხედრო კომპონენტის თვალსაზრისით ძალიან სერიოზული ასე ვთქვათ, შესაძლებლობები გააჩნია, რაც არის როგორც მოგახსენეთ, ძალიან სერიოზული პრობლემა შეერთებული შტატებისთვის. ნუ რა თქმა უნდა, ბატონო დიმიტრი, ჩვენ ყველაფერს ვერ ვასწრებთ, ყველა იმას ვერ გამოვდივარ და ვერ იმაშვებით, მაგრამ ბევრი გვაქვს თემა და ჩვენ ალბათ შევხვდებით და ცალკე კიდევ ერთი თემა გვაქვს ჩვენ გასარჩევი, ამას ცალკე გავარკვევთ, იმიტომ რომ რას უნდა ველოძოთ საქართველოს და როგორ უნდა ველოძოთ, მაგრამ უკვე თავდება ჩვენი გადაცემა და მე მინდა აი ტექნიკურ პერსონალსაც ვთხოვ ჩვენს იმგეს, რომ ჩვენს ერთ დღეს თანამებრძოლს ვეტერანს შეერაღებული ძალების პოლკოვნიკ გელა მეგრელიძე შეუსრულდა 90 წელი. აი ეს არის ბატონი გელა და ამიტომ შემოვიტანე რომ ჩვენ ერთად ესე ჩვენ გვიყვარს ქართული ჯარი, თქვენს გიყვარს ყოველთვის ხარს ვიჭერდით ყველაზე მეტი კანონები რომლებიც იყო 3 წლის განმავლობაში 21 გაკეთებული, მაშინ იყო და აი გელა ბატონი გელა იყო სისტემაში უზრუნველყოფის შეგრძნებაში შეარაღებული ძალების, აი ზურგის უზრუნველყოფა იყო, მატერიალ-ტექნიკური უზრუნველყოფა, ვაჭრობა სამხედროაც იყო, უზრუნველყოფა ტანსაცმლით იმით, ბევრი რაღაცებია გაკეთებული ადამიანი, რომელიც სპექტაკლი, რომელსაც ბევრი რაღაცა შეასრულა და იცის და დღესაც ისე იმდენ დახმარებას გვიწევს ჩვენ ყველა, რომ აი გვინდა 90 წლისად რო შეხვედროთ ადამიანი, რომელიც დაბადებულია ხულოში. გაზრდილია ხულოში, გაზრდილია ბათუმში, ნუ ალბათ სკოლის იმაზე იყო, მე ბათუმში არის გაზრდილი, ბათუმის დაამთავრა ფიზიკა-მათემატიკური აქვს ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის დამთავრებული ადამიანმა, რომელმაც ქართული ჯარისთვის ძალიან ბევრი შეიტანა. მე მინდა ბატონო გელა, მადარგე ბატონო დიმიტრი შემომიერთება, მინდა მოგილოცოთ თქვენ 90 და 100 წელის მოგილოცოთ თქვენთვის, იყავით ჯამთელად, იყავით ბედნიერად, იყავით ის ყოველთვის ჩვენთვის რო იყოთ აი ესეთი ანსებული შუქურა, რო თქვენ ხარ და
ჩვენ თქვენ მოგზდევთ, იმიტომ რომ უთქვენო ჩვენ ამ ცხოვრებაში რაც გაკეთებული გვაქვს, ჩვენ ახალგაზრდებს რო გადავწყვეტ, თქვენ ბევრი გაქვთ კიდო ჩვენთვის, ის რაც ჩვენ უნდა ვისწავლოთ თქვენსგან. მინდა ჯანმრთელობა და ბედნიერება გისურვოთ. საუკეთესო სურვებთ ჯანმრთელობას, სიკეთეს და თავისი მნიშვნელოვანი გამოცდილების გადაცემის შესაძლებლობას მომავალი თაობებისთვის. ბატონო დიმიტრი, ამით ჩვენ დავამთავროთ ჩვენი გადაცემა. მინდა დიდი მადლობა გითხრათ, ძალიან საინტერესო იყო და რა თქმა უნდა ეს ამას 1 საათი არ ყოფნის, მეტი დრო ჭირდება და მინდა თქვენსგან მივიღოთ თანხმობა, რომ შემდეგი გადაცემაში აუცილებლად კონკრეტულად შევეხებოთ ამ საკითხებს და თქვენ კი მაყურებლებს მინდა დიდი მადლობა გითხრათ, რომ დაგითმეთ, რომ ვიყურეთ, ვისმენთ ჩვენ, კარგად ბრძანდებოდეთ.